არსებობს გარკვეული შემთხვევები, რომელიც უფრო მრავლად გვხდება ცალკეულ შემთხვევებში და ერთი ეს არის შემთხვევა, როდესაც ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე დროზე ადრე ტოვებს საცხოვრებელ ფართს დამქირავებელი ყოველგვარი ვადის დაცვით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, ისე რომ არ არის ქირის თანხა გადახდილი და მეორე პრობლემური საკითხი ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე არის შემთხვევა, როდესაც ქირავნობის ურთიერთობა უკვე დასრულდა, ყველანაირი ვადა გასულია, თუმცა დამქირავებელი არ ტოვებს საცხოვრებელ ფართს და გამქირავებელს მესაკუთრეს უწევს უკვე სამოქალაქო სამართლებრივი წესით იდაოს იმისათვის, რათა უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთარი ფართი და გაანაგრძოს მასზე უკვე საკუთარი სურვილისამებრ და შეხედულებისამებრ საკუთარი უფლების რეალიზება. Ნიშნულოვანი არის გათვალისწინებული იყოს ვადა ქირავნობის ურთიერთობის, ასევე ვადის დარღვევის შემთხვევაში რომელ მხარეს რა პასუხისმგებლობები და რა გარანტიები ექნება ხელთ და დავის გადაწყვეტის პირობებში როგორ გადაწყვეტენ მხარეები. არის ის, რომ ვეღარ ერთვებიან ამ ნაწილში გამოსახლების თვალსაზრისით მესაკუთრეს უკვე უწევს, რომ მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა. ამიტომ უკვე სამართლოს გადაწყვეტილების შედეგად მოხდება გამოსახლება დამქირავებლის, რომელიც უკვე უკანონო მფლობელად ითვლება, რადგან მას უკვე მფლობელობა ამ კონკრეტულ ფართზე აქვს.